გამარჯობა. თბილისის დროით 19 საათი და 10 წუთია და ეთერშია გადაცემა მშობელთა სკოლა. პირდაპირ ეთერში მიკროფონთან ჟურნალისტი მანანა მახარაძე მუშაობს. კანისა და თმის ჭარბმცხიმიანობა, აკნე, სიმსუქნე და ჭარბთმიანობა ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემებია თუ გაცილებით სერიოზულ მოდგომას მოითხოვს. რა არის ესთეტიური ენდოკრინოლოგია და რა არის ეს პუბერტატული ასაკი? ამის შესახებ გვექნება დღეს საუბარი ჩვენი სკოლის გაკვეთილზე და კონსულტაციას გაგვიწევს ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის დირექტორი პროფესორი არსენ გვენეტაძე და ამავე კლინიკის ექიმი რეპროდუქტოლოგი ქეთევან კაკაშვილი. გამარჯობა ბატონო არსენ, გამარჯობა ქეთინო. ბავშვის ცხოვრებაში ძალიან საინტერესო რთული და საყურადღებო ასაკის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ეს არის პუბერტატული ასაკი და დავიწყოთ იქიდან, რომ ვინაიდან ჩვენი გადაცემა უფრო არის სკოლა და სწავლება მშობლებისათვის. რას ნიშნავს სიტყვა პუბერტატი? მე კი წავიკითხე რას ნიშნავს. თურმე ნიშნავს სიტყვა თმის ზრდის ასაკს, მაგრამ რა მოიაზრება ამის ქვეშ? მაგრამ კარგად წაგიკითხეთ და სწორად თმის ზრდის ასაკი. ეს სწორედაც რომ ეხმაურება სწორედ პუბერტატის პერიოდს. ეს არის სქესობრივი მომწიფების პერიოდი, როგორც ვაჟებში, ასევე ქალებში, მაშინ როდესაც უკან რჩება ბავშვობა და იწყება ყმაწვილობა. და სწორედ ერთ-ერთი პირველი გარეგნული ნიშანი გახლავთ თმის ზრდა გარკვეულ ადგილებზე, ეს იღლიებში და ბოქვენზე ძირითადად, როგორც ეც, ასევე მეორე სახეზე. ხოლო ცოტა მოგვიანებით უკვე ვაჟებს ეს სახეზე გამოეხატებათ და იწყება მერე მათთვის ეს ხმრის ტემბრის დაბოხება და სხვა, მაგრამ მანამდე პერიოდი ისეთი პარსვისა საოლვაშეზე და სხვა. ეს მათი ცხოვრების ახალი ჟივილხივილია, როდესაც ისინი შედიან უკვე მამაკაცურ ყმაწვილურ პერიოდში. და ქეთინო, რომელი წლიდან იწყება და რომდენდე მწიფდება ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანი? სქესობრივი მომწიფების ასაკი გოგონებში მინიმალური ასაკი გახლავთ 8 წელი. ვიდან იწყება? დიახ, ხოლო ვაჟებში ეს მინიმალური ასაკი არის 10 წელი. უფრო გვიან. დიახ, უფრო მოგვიანებით. თავდაპირველად გოგონებში იწყება მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება, რასაც მოყვება მენარხე, ანუ მენსტრუაციული ციკლის დაწყება. ზოგადად მოზარდობის ასაკი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციით 20 წლამდე გრძელდება. ეგ თავდება ბავშვობა? 20 წლამდე ბავშვები ვართ? ბავშვები ვართ სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე, ხოლო უკვე დაწყებიდან 20 წლამდე ითვლება მოზარდად. მე სულ ყმაწვილი, ანუ თინეიჯერსაც რომ ეძახიან. ეხლა აქ არაფერ შუაშია, მაგრამ მე სულ რაღაც პროტესტი წოს ხოლმე ჩემში, როდესაც ზრდასრულ უკვე 20-25 წლის გოგონებს, ბიჭებს სხვადასხვა სატელევიზიო კონკურსებში იღებენ მონაწილეობას, ბავშვები ფიქრობ, როგორ არის ეს ბავშვი? ეს უკვე ზრდასრული ადამიანია, ჯამუყალიბებული ადამიანი. და ბიჭებში როდის არის ეს ასაკი? აი ბიჭებში როგორც ქეთევანმა აღნიშნა, ეს შედარებით მოგვიანებით იწყება, დაახლოებით 2-3 წლის მოგვიანებით და შესაბამისად ის უფრო ასე ვთქვათ გვიან ამთავრებს ამ ზრდას. სწორედ ამიტომაც მოგეხსენებათ, რომ კლასში პირველ პერიოდში გოგონები ჭარბობენ სიმაღლით და როდესაც იწყება უკვე სქესობრივი მომწიფების პერიოდის პიკი ვაჟებში, მერე იწყება მათი ეგრეთ წოდებული სწრაფი ზრდის ზონების სწრაფი ზრდა და ამაში ჰორმონული ბალანსი, რა თქმა უნდა, მონაწილეობს. ჰორმონებზე დღეს განსაკუთრებული საუბარი გვექნება. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი, მაგრამ მაინტერესებს, აი რა ხდება ამ დროს ბავშვის ორგანიზმში? აი რითი რა იწვევს იმას, რომ იწყება ეს სქესობრივი მომწიფება? დიახ, სქესობრივ მომწიფებამდე როგორც გოგონები, ასევე ვაჟებში არის ნეიტრალური პერიოდი. სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან სასქესო ჯირკვლები იწყებენ ფუნქციონირებას. დიახ, ეს პროცესი განპირობებულია, რა თქმა უნდა, გენეტიკურად, თუმცა გამშვები მექანიზმი ეს არის მთელი რიგი ნეირომედიატორები, ცენტრალური ნერვული ჰორმონები, რომლებიც იწვევენ მთელი რიგი ტროპული ჰორმონების, გონადოტროპინების, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონების ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონების სეკრეციას, რასაც მოყვება შემდეგ უკვე სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირების დასწრება. ეს რაზე მოქმედებენ ეს ჰორმონები უშუალოდ? სამიზნე რა? სასქესო ჰორმონები
ჯირკვლების სამიზნე პრაქტიკულად არის თითქმის ყველა ორგანო და ქსოვილი, მათი რეცეპტორები. ანუ ზრდის ძვალიც, კუნთიც, კანიც, ტვინიც და მთელი რიგი სასქესო ჯირკვლები და სასარძევე ჯირკვლები, საშვილოსნო და ასე შემდეგ. ახლა გასაგებია და ასე რა განსხვავებაა გოგონასა და ბიჭუნას შორის პუბერტატულ ასაკამდე? პუბერტატულ ასაკამდე განსხვავება, გარდა გენოტიპური და ფენოტიპური ნაწილისა, დიახ, თითქოს და ორივენი, თქვათ, ყმაწვილობის პერიოდამდე გარეგნული მეორადი სასქესო ნიშნებით შეიძლება ასე ითქვას, ასე ამბობენ, ისინი მაინც და მაინც არ განსხვავდებიან, ხოლო აქ უკვე როდესაც იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ბუნებრივია, როგორც თქვით. ანუ მანამდე მხოლოდ სასქესო ორგანოები აქვს განსხვავებული. ეს გარეგანი სასქესო ორგანოები, ხო, მაგრამ შემდეგ როდესაც იწყება უკვე მკერდის ფორმირება, წამოიწევა, ხოლო მამაკაცებში, ვაჟებში უკვე თმიანობის ბოქვენისებური სპეციალური განვითარება, ასევე იღლის და სხვა უკვე იწყება, თქვათ, მამაკაცისა და ქალის სასქესო ჰორმონების, ანდროგენებისა და ესტროგენების შესაბამისი ბალანსი, როგორც ერთ ქალის, ასევე მამაკაცის ორგანოში, ორგანიზმში სხვადასხვა. ქალებში, გოგონებში ყალიბდება საკვერცხეები, უკვე ამთავრებს ალბათ გაივლის რაღაც თავის პერიოდს, ჩანასახში ალბათ ყველაფერი არის, არა, მაგრამ უკვე იწყებს ის ჩამოყალიბებას, ასეა? ჩანასახში ეს ყველაფერია, მაგრამ საშვილოსნო იზრდება, მაგრამ სქესობრივი მომწიფების პერიოდი. თვითონ რას ნიშნავს? დიახ, თავდაპირველად იწყება, ვითარდება თმიანობა ბოქვენზე, იღლიებში, შემდეგ გოგონებში ვითარდება სარძევე ჯირკვლები და ამის შემდეგ მოსდევს უკვე მენსტრუაციის დაწყება. მამაკაცებში იზრდება სასქესო ორგანოები, ვითარდება თმიანობა, როგორც სასქესო, ასევე ზოგადად კანი ბოხდება, მიმდინარეობს აქტიური ზრდის პროცესი და ცვლილებები არის, ანუ მენტალური ცვლილებებიც კი მიმდინარეობს და ფსიქოლოგიურადაც უკვე განსხვავებულ მიმართულებას იძენენ. თქვენ თქვით, რომ ტვინიდან გამოსული იმპულსების შედეგად ეს სასქესო ჯირკვლები, ბიჭუნებთან სათესლე, გოგონებში კი საკვერცხები გამოიმუშავებენ სხვა ჰორმონებს. რომელია ეს ჰორმონები, აი ბიჭებში? ბიჭებში ეს არის ანდროგენები, ანუ ტესტოსტერონი, დიჰიდროტესტოსტერონი, მცირე რაოდენობით გამომუშავდება ესტროგენებიც, ეს უფრო ღრმა ჰორმონალური ჩაძირებით, ხოლო ქალებში საკვერცხები გამოიმუშავებენ ესტროგენებს, ესტრადიოლი, ძირითადად, ასევე ესტრონი და გარკვეული რაოდენობით გამოიმუშავებენ მამაკაცის ჰორმონებსაც. ანუ ბიჭებთან არის ეს ანდროგენი და ტესტოსტერონი. ხო, ანდროგენი და ტესტოსტერონი მამამ თავარია ამ შემთხვევაში. შემდეგ ეს ტესტოსტერონის რაღაც ნაწილი გადაიქცევა ესტროგენად, ხო, ასე თქვით, არა? და აი რას აკეთებს ეს ესტროგენი? მამაკაცებში გულისხმობთ. რა საჭიროა ის გაინტერესებით? გარკვეულწილად მცირე რაოდენობით ესტროგენი მამაკაცის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და სასქესო სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, თუმცა თუ ეს ესტროგენი გვაქვს დიდი რაოდენობით და განსაკუთრებით ამის მიზეზი არის ჭარბი წონა, რადგანაც სწორედ ანდროგენების გარდაქმნა ესტროგენებად დიდი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარეობს ცხიმოვან ქსოვილში, ის იწვევს უკვე გინეკომასტიას, ანუ სარძევე ჯირკვლების ზონის გაზრდას მამაკაცებში. შეიძლება სარძევე ჯირკვალი გააზრდოს? კი, ხო, გინახავთ ალბათ ესეთი ყმაწვილები, დედალი ბიჭები. შეიძლება როგორც გნებავთ ისე თუ პუტკუნა ბიჭები, რომელსაც უკვე ვიზუალურადაც კი ემჩნევათ სარძევე ჯირკვალი, გინეკომასტიის სახელით არის ეს ცნობილი ეს. გარკვეულ ასახვას ტოვებს ასევე თმიანობაზე და
რა თქმა უნდა ნაკლებად თმიანები არიან ასეთ შემთხვევაში ტანწყობა ანუ ცხიმოვანი ქსოვილი გადანაწილდება უფრო ქალური ტიპით ანუ ქვედა ტიპით და რა თქმა უნდა უბრალოდ ქვედა ტიპი რას ნიშნავს ანუ მე თუნებას უფრო განვარტავ მსმენელისათვის ეგრეთ წოდებული ვაშლისა და მსხლის ფორმა ქალი მსხლის ფორმის ან გიტარის ფორმისაც ხელოვანი ხალხისთვის ანუ როდესაც თეძოები ცხიმის დაგროვება ხდება ქვემო ნაწილში ხოლო ზემო ნაწილი ნაკლებ დაგროვება ხოლო მამაკაცის შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ვაშლის ფორმა როდესაც კერდი ხრები და მუცელი ესეთი უკაცრავი გამოთქმა მაგრამ ღიპი ქვია და რაც ქვია ეს არის ამდენად ხშირად ნახავთ ეს უკვე სხვა თემაა მაგრამ ანდროგენიზაციის ანუ ჭარბი ანდროგენების გამო ქალებში ხშირად ნახავთ სიმსუქნის მამაკაცურ ტიპს ანუ ეგრეთ წოდებული ვისტერალურ პატარა თეძოები განიერი მხრები და მუცელი წარმოჩენილი იცით ამას რატო ჩაგეძიეთ მე შეიძლება მსმენელისათვის ამდენად ძალიან ღრმად არ იყოს საინტერესო და საჭირო ყველა ის განმარტება მაგრამ ძალიან ხშირად ესმით ანდროგენები ტესტოსტერონი ისა ეს რაღაც და სიღრმეში ამდენად როდესაც ღრმად და ცოტა უფრო კარგად და დეტალურად არიციან ამ ჰორმონების მნიშვნელობა ზედაპირულადაც უდგებიან ამ საკითხებს და არ აქცევენ ყურადღებას ისეთ საკითხებზე რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ თუნდაც გარეგნული ნიშნები როდესაც დარღვეულია ჰორმონალური ბალანსი და უკვე სხვანაირად ვითარდება მამაკაცის ბიჭუნას და გოგონას ტანი და ამას თუ მიაქცევ დროზე ყურადღებას არა ალბათ რაც მეტად მნიშვნელოვანია შემდგომში ამ ყმაწვილების სწორი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური და სქესობრივი განვითარებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ფერტილობის და შვილოსნობის თვალსაზრისით, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. და აი გოგონებში რა ჰორმონებს გამოიმუშავებს გოგონას საკვერცხეები? საკვერცხეები გამოიმუშავებს. საკვერცხეები გამოიმუშავებს ესტრადიოლს, ესტრონს. და რა მიმართულებით მუშაობს ეს ესტრადიოლი? ასევე, ანუ მათი რეცეპტორები განლაგებულია საშვილოსნოში როგორც ვთქვით, სასქესო ორგანოებში, სარძევე ჯირკვლებში, კანი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ესტროგენებს და მთელი რიგი ცენტრალური. აი, როდესაც გამიგია, რომ განუვითარებელი საშვილოსნო ზოგჯერ არის ასეთი შემთხვევები. არის აი ამ ჰორმონის დარღვევის მიზეზი? დიახ, ეს შეიძლება იყოს თავდაპირველად გენეტიკურად განპირობებული განვითარების ანომალია, ან შეიძლება დაკავშირებული იყოს ესტროგენის დეფიციტთან და ასევე სამიზნე ორგანოს ესტროგენისთვის წარმოადგენს ცვლილებიც. ცვლილების და ამიტომ არის ეთყობა ბიჭუნები რომ გაგოლასაში გოგონები კიდე უფრო ადრე აჩერებს. და რა განაპირობებს თავად პუბერტატული ასაკის დადგომას? აქაც ჰორმონები მუშაობენ, არსენ? რა თქმა უნდა, პუბერტატული ასაკი გარდა აი წლებთან ის რაც ჩვენ ვამბობთ რომ ამ წლიდან ამ წლამდე 8-დან 10-დან 11-დან იწყება სწორედად გვიანი პუბერტატი გაგიგონიათ ანუ გვიან ხდება სქესობრივი მომწიფება ან ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ან სწორედაც რომ ამ ჰორმონთა იმ წყობის და იმ განვითარების ჯაჭვზეა დამოკიდებული ამ სქესობრივი მომწიფების პერიოდი და ის რაც უკვე ვთქვით მამაკაცებსა და ქალებში შესაბამისი განვითარებით ანუ ეს ყველაფერი საერთოდ გენეტიკურად არის წინასწარ კოდირებული და განსაზღვრული სქესისა და მიხედვით, თუმცა მისი ნაადრევი ან მოგვიანებითი განვითარება სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა რეგულაციის მექანიზმებში დარღვევებით შეიძლება იყოს გამოწვეული და სწორედ აქ არის საჭირო ალბათ შობლის ყურადღება, როდესაც ბავშვი ჩამორჩება ზრდაში, როდესაც მას მეორადი სასქესო ნიშნები სუსტად ან გვიან განუვითარდა, ან ადრე განუვითარდა ან სუსტად აქ გამოხატული და სხვა აუცილებელია ალბათ დროულად ყურადღება მენსტრუაცია რომელიც ერთ-ერთი მთავარი სიგნალი და ნიშანი გახლავთ გოგონებში
ხმაწვილებში ამის. დიახ, და იცით, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ჰორმონებზე, იდეალურ შემთხვევაში, ანუ თქვენ მოიყვანეთ იდეალური მაგალითი, როდესაც მამაკაცებთან გამომუშავდება ეს გარკვეული დოზი ანდროგენი, ნორმალურად იქ ჰორმონები გოგონებში ყველაფერი წესით მივა, მაგრამ მოდით ასე გავაგზავნოთ, ის რაც ჩამოვთვალეთ არის ბუნებით მოცემული ნორმა და წესი, მაგრამ ხდება დარღვევებიც ჰორმონების გამომუშავებაში და ამ დარღვევებს მივყავართ მრავალ პრობლემასთან, მაგრამ ჩვენ სხვა ამ პრობლემებზე არ ვისაუბრებთ, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, გამიზნული გვაქვს ვისაუბროთ აკნეზე, ანუ